რაც შეეხება აი ამ ავტომობილს, ეს ქალებისთვის გასთვალისწინებელი უფრო სიგული, რომელსაც აქვს ყველანაირი აი ბიზნესში რა არის? უნდა დააჯერო. ბიზნესში არის რომ ადამიანი დააჯერო და არ მოატყუო. იმიტომ რომ ერთჯერ თუ მოატყუებ, ბიბიაშენმა იცოდა. ერთჯერო ძაღსო რაღაცას ეძახოდნენ, იმითაც შეიძლება შეაშინო, ან მოატყუო, ან დააშინო, ხო? და ვინ არის დღეს რომ მოტყუდება $30,000 იშოვა იმ კაცმა და შენ და მე მოვატყუებთ? არ უნდა მოვატყუოთ. არც უნდა ვიკადროთ და უნდა რეალურად უთხრათ რაც არის ის. აი ჩვენგან მიიყიდულობს მანქანებს. ყველა ერთი და იგივე ხალხია მაგათი ნაცნობები, ხო? აი ჯეტურის წარმოიდგინე ახლა დღეს ჩვენ ჯეტური იმდენი ვყავს, თვითონ იმაში ჯეტურის თვითონ ქარხანაში არ იქნება იმდენი ჯეტური, ხო? აი ამ წუთას თქვა პეკინში არის უზარმაზარი ჯეტურის ქარხანა. იქ არ იქნება იმდენი ჩვენ რო ვყავს დღეს, ხო? იმიტომ რომ შემოვიყვანე დიდი რაოდენობით, მაგრამ ეს იყიდება. ეს არის საუკეთესო. აი მერსედეს რო წარმოიდგინე შენ კონკურენციას რო გაუწევს. და გაყიდვებში რო ორი ნაბიჯით გაასწრებს. აი იგივე არის BYD, ხო? ეს BYD კიდე არ ვიცი რა, 610 კილომეტრს გადის და არის ძალიან ისეთი რომ აი ყველა ვინც შეიძინა არის კმაყოფილი. Full პაკეტი. რამე თუ არსებობს ყველაფერი აქვს, ხო? რაც შეეხება აი ამ ჯეტურებს, ამან ეს არის ნომერ პირველი გაყიდვადი დღეს. ახლა თქვენ ჩვენ დაგათვალიერებიეთ, აი აქ, აი ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენი ჯეტური ვყავს. იმდენი ჯეტური ვყავს, მე ვთქვი, რამდენიც ეს მოსახლეობას დაჭირდება და მოთხოვნადიც არის და ყიდით და თან იმდენი ნაწილები გვაქვს შემოტანილი, რომ წარმოიდგინე შენ ვერ ყიდით, ისა ნაწილს ვერ ყიდით, იმიტომ რომ მანქანა არ ფუშდება. ეს არის ჯეტურები და ქეთის ის არის, ხო იცი? ჯეტურის წვიმა. დათო, როგორია BYD? ელექტროებში საუკეთესო. ნომერ 1. გიო, როგორ დაასახელებ X-ს? X-ი არის ყველგან მავალი. ბიზნეს კლასის მანქანა. ჩინეთში პრეზიდენტს დაყვება თავის დაცვები ამ მანქანით. ეს 4/4-ზეა, ხო? 4/4 არის, სხვა 8 ლიტრი. იდეალური მანქანაა, full პაკეტი არის, ყველანაირი ფუნქცია აქვს,